ჰიპოთეტურ სამყაროთა უმეტესობა თეორიების მიხედვით ერთმანეთთან ურთიერთქმედებას ვერ ახდენს. ამიტომ მათი პირდაპირი დაკვირვება თითქმის შეუძლებელია. მეცნიერებისათვის ეს თავის მხრივ ყველაზე დიდი გამოწვევაა. პარალელური სამყაროების იდეა მეცნიერებაში რეალურ განხილვად ჰიპოთეზად ითვლება, მაგრამ არც ერთი მოდელი არ არის ექსპერიმენტულად დადასტურებული. კვანტური თეორიის მიღმა, სიმების თეორია მიანიშნებს განზომილებებზე, რომლებსაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ. ეს არის პაწაწინა ძაფები, რომლებიც ვიბრირებენ ჩვენთვის ნაცნობი სივრცის სამი განზომილების მიღმა. ზოგიერთ ამ განზომილებას შეიძლება ფლობდეს სამყაროები სრულიად განსხვავებული ფიზიკის კანონებით, სადაც მატერია განსხვავებულად იქცება, სადაც სიცოცხლე თუ ის არსებობს, ჩვენი გაგების მიღმაა. სარკისებრი სამყაროები უფრო სიმეტრიულ ხედვას გვთავაზობენ. ყოველი ნაწილაკისათვის არსებობს მისი ორეული, ანარეკლი კოსმოსურ სარკეში. ეს სამყაროები შეიძლება იყოს პარალელური ყველა ასპექტში, მაგრამ ინვერსიული სხვა ასპექტებში. ეს არის სიმეტრიისა და განსხვავების დელიკატური ბალანსი. შემდეგ არის მულტისამყაროს ცნება, რომელიც კოსმოსური ციკლებიდან იბადება. კვანტური მექანიკა და მრავალი სამყაროს თეორია. მოდელი გვთავაზობს, რომ ჩვენი სამყარო არის მაღალგანზომილებიან სივრცეში შეჯახებების პროდუქტი. ყოველი შეჯახების შედეგად ახალი სამყარო იბადება. ეს არის სამყაროთა დაუსრულებელი მსვლელობა, რომელთაგან თითოეული წინა სამყაროების გამოძახილიდან ჩნდება. თავად მათემატიკა მიანიშნებს უსასრულობაზე. მათემატიკური სამყაროს ჰიპოთეზა გვთავაზობს, რომ ყველა სტრუქტურა, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათემატიკურად, ფიზიკურადაც არსებობს. ფილოსოფოსები და მეცნიერები ერთნაირად ფიქრობენ სიმულაციებზე. თუ ჩვენი სამყარო სიმულაციაა, მაშინ უამრავი სხვა სიმულაცია შეიძლება ერთდროულად მიმდინარეობდეს. თითოეული თავისი წესებით, თავისი ისტორიით, თავისი ცნობიერი არსებებით, რომლებიც ისევე მკაფიოდ განიცდიან არსებობას, როგორც ჩვენ. ფერმის პარადოქსი საიდუმლოს კიდევ უფრო აღრმავებს. თუ სიცოცხლე ჩვეულებრივი მოვლენაა კოსმოსში, რატომ არ შევხვედრივართ მას? შესაძლოა ცივილიზაციები არსებობენ არა ამ, არამედ პარალელურ სამყაროებში, რომლებიც გამოყოფილია უხილავი ბარიერით, რომელიც ხელს უშლის კონტაქტს, მაგრამ არა ფიქრს. დრო შეიძლება შეიცავდეს მულტისამყაროს გასაღებებს. დროში მოგზაურობის თეორიები ვარაუდობს, რომ წარსულში მოვლენების შეცვლამ შეიძლება შექმნას ალტერნატიული დროის ხაზები. თითოეული სამყარო გადაიხრება შეცვლის მომენტიდან და განშტოებას იწყებს დაუსრულებლად, როგორც უსასრულო სირთულის ხე. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.